თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის აქცია იწყება. საქართველოს შეუძლიათ წინსვლა, ასეთია გამომსვლელების გზავნილი. რამდენიმე წუთში პარტიის ლიდერები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები თავდაპირველად ვარდების მოედანზე და ეგრეთ წოდებულ კოლმეურნეობის მოედანზე შეიკრიბნენ. მათ მსვლელობა უკვე დაიწყეს თავისუფლების მოედნის მიმართულებით. თავისუფლების მოედანზეც და ვარდების მოედანზეც მუშაობენ მოამბის კორესპონდენტები რატი ხვისტანი და გიორგი ფუტკარაძე. თავდაპირველად მოამბის ეთერში ვთავთ რატი ხვისტანს, რომელიც ვარდების მოედანზე იმყოფება. რატი რა ხდება ამ დროისთვის მან? ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოსული მოსახლეობა ამ წუთებში შეკრებილია რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ ჯერჯერობით არ დაწყებულა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უახლოეს წუთებში უკვე მოსახლეობა გადაინაცვლებს თავისუფლების მოედნისკენ. აქ იმყოფებიან როგორც უბრალო მოქალაქეები, ასევე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ისინი აცხადებენ, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი და ისინი ითხოვენ, რომ მთავრობამ მშვიდობიანად დატოვოს თანამდებობა, რადგან მათ არ გაამართლეს ხალხის მოლოდინი. დღევანდელი აქცია არის დასაწყისი პროცესის, რომელიც აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის და მისი მარიონეტების მთავრობის მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებით. ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობა. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატო უნდა გადადგეს მთავრობა და რა დააშავა მთავრობა. ზეც ქართული ხალხი მას გააგონებს, რა დააშავა მთავრობამ და რატო უნდა წავიდნენ სახლში. იმიტომ რომ მათი მდგომარეობა არის გაუარესებული, უმუშევრობა არის გაზრდილი, იმიტომ რომ ლარი არის ამ მდგომარეობაში და ეს პრობლემა შეეხო თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს, იმიტომ რომ კრიმინალი არის მომატებული, ეს არის ყველაფერი ის მიზეზები, რის გამოც ეს მთავრობა უნდა წავიდეს და უნდა წავიდეს მშვიდობიანად. აი ეს საპროტესტო აქცია, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული გზავნილი, რომ ეს უნიათო მთავრობა უნდა გადადგეს და წავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს საქართველოს შემდგომ განვითარებას. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე არის შეკრებილი მოსახლეობა როგორც დედაქალაქიდან, ასევე ჩამოსული არიან რეგიონებიდანაც. აქ შეკრებილი საზოგადოება აცხადებს, რომ მოქმედმა მთავრობამ წინა საარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა და ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ მთავრობამ დატოვოს თანამდებობები. ვაპროტესტებთ, გვაქვს მოთხოვნა, რომ გადადგეს ხელისუფლება. იმიტომ რა დაპირებაც გაცა ხელისუფლებამ არასრულებულა არაფერი. პირიქით უკან წავიდა სახელმწიფო, ეკონომიკა ჩამოიშალა, ხალხი არის გაღატაკებული, სიღარიბის ზღვარს მიიყვანეს ქვეყანა და ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. გამოიწურა მაგათი დრო იმის გამო, რომ ვერც ერთი დანაპირები ვერ შეგვისროლეს ხალხს, დაწყილი პენსიებიდან, დახმარებებიდან, სამუშაო ადგილებიდან და ბოლოს ამითი სულ გაანადგურეს ქვეყანა, რომ ლარის გაუფასურება. ვაპროტესტებთ ჩვენ უნიათო მთავრობას. უნიათობა იმაში გამოიხატება, რომ 2 წელიწად ნახევარი გავიდა და ხალხისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ. არა პენსიის მომატება, არა სამუშაო ადგილები, აღარ საჭმელი, აღარ სასმელი, აღარაფერი აღარ იყიდება. რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ რამდენიმე წუთში დაიწყება. თავისუფლების მოედანზე იმყოფება ჩემი კოლეგა გიორგი ფუტკარაძე. გიორგი, დაიწყო თუ არა მოსახლეობამ შეკრება უკვე თავისუფლების მოედანზეც? რატი ლიზა თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს, მათი დიდი ნაწილი აქ უკვე შეკრებილია. მთავარი სლოგანია გადადგეს მთავრობა, ძირს მთავრობა. ეს არის შეძახილები, რომლითაც მომიტინგეები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ერთმანეთს ამხნევებენ. საგულისხმოა ისიც, რომ 2 ნაკადად შემოუერთებიან აქ მოქალაქეები. პირველი ნაკადი, რომელიც კოლმეურნეობის მოედანზე იყო, უკვე დაიძრა და შესაბამისად ისინი უკვე თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან. რაც შეეხება მეორე ნაკადს, რუსთაველის გამზირიდან ამ წუთებში მოემართებიან. ჯერჯერობით ლიდერებს რაიმე განცხადება არ გაუკეთებიათ, ისინი ელოდებიან მეორე ნაკადის მოსვლას, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ვარდების მოედნიდან გამოემართება. მანამდე კი ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შეფასებები. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც აპროტესტებს ჩვენი მთავრობის უნიათობას და უსაქმრობას და ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ჩვენსავით, რომ ეს მთავრობა უნდა გადადგეს. ასე რომ ჩვენ ველოდებით არა მარტო ჩვენ მხარდაჭერებს, ეს არ იქნებიან მარტო ჩვენი პარტიის წევრები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რიგით ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ მთავრობის უსაქმრობიდან გამომდინარე. დღეს უამრავი ადამიანი გამოვა აქ და უამრავი ადამიანი ხელისუფლებას ეთქვის, რომ ასე არ შეიძლება ქვეყნის მართვა, რომ საქართველო მიექანება კატასტროფისკენ და რომ ხალხი
ხალხი ამას არ მოითმენს. ხალხი ეთქვევს მთავრობას წადის. ხალხს აქვს განცდა დიდი უკმაყოფილების, პროტესტის გზნობის, იმიტომ რომ მესამე წელია საქართველოში უკეთესობისკენ არაფერი არ შეცვლა, პირიქით გაუარესდა ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა გაიზარდა, ლარის კურსი ხედავთ როგორიც არის, ყველაფერი გაძვირდა და არც ერთი დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ თქვა დიდი ზარზეიმით განაცხადა, არ შესრულებულა, ამიტომ მიგვაჩნია რომ ერთადერთი გზა ეს არის ხელისუფლების შეცვლა. ლიდერების ნაწილი უკვე სცენაზე არიან შეკრებილები, ისინი ამხნევებენ საკუთარ მხარდამჭერებს, პალამსადამ ორივე ნაკადი შემოუერთდება უკვე თავისუფლების მოედანს, რაც შეეხება მოქალაქეთა განწყობებს, აქ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ მთავრობამ ვერ გაამართლა მათი იმედები და სწორედ ამიტომ მოვიდნენ საპროტესტო აქციაზე. სამწუხარო მოლოდინი გამართა რა, ეს მთავრობა აღმოჩნდა აბსოლუტურად უუნარო, სახელმწიფოს მართავს ძალიან უცნაური რუსი ოლიგარქი, ამიტომ ჩემი სურვილია მოვიდეთ, გამოვხატო სურვილი, რომ მთავრობა რაც შეიძლება მალე გადადგეს და წავიდეს აქედან. რიგითი ამომრჩეველი ვარ და მივეცი ხმა და ის ხმა უნდა დავიცვა ბოლომდე, პენსიონერი ვარ. და ძალიან გაგვიჭირდა როგორც ოჯახში, ისე მეზობლებაშიც ყველგან ხედავ გაჭირვებას. და მინდა რომ უფრო კეთესი და უფრო კაი მომავალი კონდეს მომავალ თაობასაც. მოვედი ვაპროტესტებ აი ამ მთავრობის დაუნახაობას იმაზე, რომ კრიზისი არ არის საქართველოში, არის უმუშევრობას გავღატაკდით. ხო და უმჯობესია გადადგეს, ახლა ვერ მართავენ. მართლა უნიათოები არიან უკვე ეჭვმეპარება. მგონი შეგნებულად აკეთებენ ამას, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა გაერკვე რა ჭირდება, რა უნდა და რა შეუბნება არას შენი ხალხი. თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია არის გადაკეტილი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც იცავს წესრიგს. ჯერჯერობით ოფიციალური გამოსვლების ოფიციალური ნაწილი არ დაწყებულა. ამხნევებენ ლიდერები მხარდამჭერებს, ისინი ელოდებიან თავისუფლების მოედნიდან და მოქალაქეთა ნაკადის შემოერთებას, რის შემდგომაც ისინი უკვე დაიწყებენ ოფიციალურად საკუთარი გზავნილების გაჟღერებას. ცნობისათვის აქცია მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე დასრულდება, ასევე ისინი აპირებენ, რომ გადაინაცვლონ სახელმწიფო კანცელარიასთან. ლიზა, თუ ლიდერები დაიწყებენ გამოსვლას, ჩვენ გამოსვლის მსვლელობისას კიდევ დაგიბრუნდებით. მადლობთ, ეს გიორგი ფუტკარაძე იყო.